სული, როდესაც ჩამოდის დედამიწაზე მოხალისე სული, რაღაცას დუხილავ ენერგეტიკულ დამცავს იცვამს, რომელიც იცავს მას იმისგან, რომ დედამიწაზე მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე, მან არ დაიწყოს კარმის აკიდება, ანუ არ ჩაერთოს კარმის ფუნქცია, იმიტომ რომ კარმის ფუნქცია თუ ჩაერთო, მას მოუწევს კიდევ ბევრჯერ დედამიწაზე მოსვლა და რეალურად ეს არ არის მისი სულისთვის აუცილებელი, იმიტომ რომ მოხალისე სულები ძალიან განვითარებული სულები არიან, რის გამოც არიან მოსულები აქ, ხო? მაგიტომაც გამოუშვეს აქ რომ მაღალ განვითარებული სულები არიან და აქედან გამომდინარე მათ არანაირად არ ჭირდებათ კარმის აკიდება და მერე ჩართვა ისევ დედამიწაზე რეინკარნაციებში, იმიტომ რომ მათ ეს ან გავლილი აქვთ, ან სხვა ფორმით და სხვანაირად აქვთ ესეთი გამოცდილება შეძენილი და მათთვის ეს საერთოდ არ არის საჭირო. ამიტომ აი ესეთი პროცესი ხდება, რომ რაღაცა დამცავი მათ ისევ კარმის ჩართვისგან და კარმის აკიდებისგან, მაგრამ საოცარი ისე რომ მოხალისე სულები ძალიან ბევრს იტანჯებიან და ეს ტანჯვა განპირობებული არის იქედან, რომ მათ რეალურად ძალიან სულის სიღრმის დონეზე უნდა განიცადონ ის ყველა ტკივილი, რომელიც არის დედამიწაზე, იმისთვის, რომ მათ შეეძლონ ადამიანების დახმარება და დედამიწის დახმარება და ასევე სწორედ ამ ტანჯვებში ახსენდებათ მათ თავიანთი მისია და თავიანთი გზა. რა თქმა უნდა, აქ მუდმივად არის ჩართული მაღალი ძალები და მუდმივად არის ტალღები, გამოფხიზლების, გამოღვიძების